იმედია ხმა ისმის. Просто ცოტა ხანი გოგანახე. ძალიან ნელ-ნელა იკრებს ახურებლები. რაღაცა არა უშავს ზოგი. გადავშალოთ, ანუ მანამდე და შემოვლიან კიდევაც ახლა. აი 1-5 წუთის მერე დაიწყო საკითხი სერიოზულად დაბადა. არა უშავს ახლა ვიღაცა შეიძლება 1 საათის მერე უყუროს. არ არის აუცილებელი რომ კიდე თუ არა ახლა უნდა იყოს 200 კაცი. ჩაითო. თავარია სათქმელი ითქმება და ვისაც ნახვა ინდომება. ძალიან კაი. ხმა ისმის ხოლმე. კი ბატონო უკვე საღამოა საღამომშვიდობისა. ჭიათურლებო პირველ რიგში ვინც ამ ლაივს უყურებთ და ვინც ნახავთ. არ დაგიწყებთ გაცნობას ახლა არც არის კონკრეტულად სახელით და გვარით ახლა ჩემი გაცნობა ბევრი მიცნობთ. მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო ორიოდე დღის წინანდელ მოვლენებს და ქრონოლოგიურად მივყვე რაც მოხდა გუშინ წინ გუშინ და რაც ხდება დღეს და ეს მძიმე პროცესები რაც დღეს ჭიათურას უდგას ორიოდე სიტყვით მიმოვიხილო რადგან კონკრეტულად ვიყავი ჩართული ვარ ჩართული და იცით ალბათ ყველამ რომ რა პოზიციაც მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იყო ისეთი საკითხები რომ არ მომეცა რაღაცებზე საშუალება გამომდინარე იქიდან რომ ბევრმა თქვენთაგანმა უყურეთ ლაივსაც 2 დღის წინანდ საკრებულოში და მინდა ზუსტად მაგ პროცესებით დავიწყო რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ პროცესების სადაც უნდა მომხდარიყო ჩვენი წარდგენით კონკრეტული ხედვები და კონკრეტული გამოსავლის გზები რა გვესახებოდა გრძელვადიანად და რა გვესახებოდა მოკლევადიანად და მე იქ მომეცა საშუალება რომ კონკრეტულად პირებთან რომლებიც არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში და ხელისუფლებაში სრული შემადგენლობა იყო და მესაუბრა ინდივიდუალურად ჩემი ხედვებით და არა მარტო ჩემი ხედვებით როგორც საინიციატივო ჯგუფის სახელით თუმცა არ მომეცა არც იმის საშუალება რაც ვთქვი რომ სრულფასოვნად მესაუბრა იმიტომ რომ იყო ბევრი აზრის გაწყვეტა და სიტყვაში ჩაჩრა ესე ვთქვათ და არც მერე გრძელვადიანი პერსპექტივების ჩამოყალიბება ვინც უყურეთ თქვენც ნახავდით რომ არც ისე სერიოზული დამოკიდებულება იყო იმ დარბაზში მე ყოველ შემთხვევაში ეს შევხედე და არ მინდა ეხლა ცუდად ვინმე გაიგოს მე პატივს ვცემ იმ დაწესებულებას ქალაქის თვითმმართველობის ინსტიტუტს და მე ვთვლი რომ როგორი პირადი ანტიპატიაც არ უნდა იყოს ადამიანების პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტს ზოგადად და იმ ადამიანების თანამდებობებს იმ შენობაში იმის გარეთ ყველამ თავისი იცის პირადულად და პიროვნულად ვის რა აქვს მაგრამ ის დამოკიდებულება ის არასერიოზული სახე რაც იქ მე დამხვდა იმიტომ რომ პირველად ვიყავი ზოგადად ასეთ ფორმატში ამდვილად არ მომეწონა და არც მომეცა ბოლომდე აზრის დასრულების საშუალება და მე ბოლოს სურვილიც აღარ მქონდა იმიტომ რომ იქ ვერაფერი ვერ გადაწყდებოდა კონკრეტული და მეც არ მინდოდა ლაპარაკი ყოფილიყო ლაპარაკისთვის ამიტომ მე მინდა რომ ეხა ამ ლაივში ეს 2 დღეს შეგნებულად არ გამიკეთებია არანაირი ახსნა განმარტება და მინდოდა რომ ამ ლაივით რაღაცები ამეხსნა და მესაუბრა იმ კონკრეტულ საკითხებზე რაზეც პირობითად ხედვები გვაქვს რაზეც ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიციებია და რაც არის უპირველესი მდგომარეობა და გამოსავალი ამ სიტუაციის და ამ ქალაქის მე ვთქვი რომ არსებობს მოკლევადიანი გამოსავალი რაც აუცილებლად ჭირდება და ეს არის ის რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაჯდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები მაღაროელები რომლებსაც აქვს კონკრეტული ხედვა კონკრეტული სიტყვები გამოსავლის გზები და კონკრეტული მიმართულებები თუ რატომ არის ჭიათურაში ყბადაღებული თემა რომ წამგებიანია მოპოვება და ეს რომ ასე არ არის რის გამო არის თუნდაც წამგებიანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად ახსნადი და
მაღარუელებზე უკეთესად ამას ვერავინ ვერ ახსნის, თუნდაც შიდა პროცესებიდან, თუნდაც ზოგადი პროცესებიდან გამომდინარე და იქ იყო შიმშილობა იმ დღეს მოშიმშილეები იყვნენ და შიმშილობის მთავარი მიზანი ის იყო რომ შეწუხებულიყვნენ ამ თვეზე მეტის დროის მანძილზე რომ არავის ყურად არ უღია და სერიოზულად არ ჩაუთვლიათ არც ერთი ჭიათურელი რომ ვინმესთვის მოესმინათ შეხვედრა ყოფილიყო და პირველ პირში მოესმინათ და მოთხოვნები კონკრეტულად დაესვათ იმ მაღალი ეშელონების პირებისთვის და იმათი მხრიდან ყოფილიყო მზაობა ამ მოთხოვნების გათვალისწინების ეს იყო პირველი მიზანი ამ ყველაფრის და ზუსტად ეგვახსენე რომ მოკლევადიანი გამოსავალი ამ ყველაფრის რომ რა შეიძლება ეხლა სწრაფად მოგვარდეს არის სახელმწიფო ჩართულობა და ამ ჩართულობაში უპირობო ჩართულობა მაღარუელების იმიტომ რომ სულ რომ არაფერი უსამართლობა იქ იჯდეს სამი მხარე და ამ სამ მხარეში საერთოდ არ მოიაზრებოდეს მაღარუელები ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე სამართლიანად რომ ეკუთვნით რომ იქ პრობლემებზეც ისაუბრონ და გადაჭრის გზებზეც. ეს იყო პირველი მიზანი ჩემი და როცა ეს ჩამოვაყალიბე და ამის თქმა კი მოვასწარი, იქ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდა, ბევრმა მე ჩემი შეხედულებით რაღაც პირადი ინტერესებით გამოხატეს იქ შეგნებული არეულობის მოწყობა რომ არ ჩამოყალიბებულიყო აზრის სწორად, თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ეს არის ის პირველი რამ რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფალმა რომ სულ რომ არაფერი ჩათვალოს ღირსად ჭიათურელი მოსახლეობა რომ ეკუთვნით მათ დაფასება იმ დონეზე რომ ანგარიშგასაწევი ხალხი არიან იციან და ერთ-ერთი რგოლი თუ ვინმეს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ზუსტად ამ ქალაქში მოიძებნება არა მარტო ის ჩინოვნიკები და პირადი ინტერესების მატარებელი ხალხი რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ ვიწრო ინტერესებს ატარებენ და არავინ არ ზრუნავს ქალაქზე მის ეკოლოგიაზე მის კეთილდღეობაზე არც დღევანდელ პერსპექტივაში და არც ამომავლო პერსპექტივაში მინდოდა მესაუბრა გრძელვადიან გამოსავალზე თუ რა არის ამ მოთხოვნებიდან ის კონკრეტული გეგმა რაც ამ ქალაქს აუცილებლად გადაარჩენს და ყველა თანხმდებით იქ მოწინააღმდეგე და კრიტიკულად განწყობილი ხალხიც კი რომ ამ ქალაქს დღეს თუ ხვალ იგივე დღე დაუდგება ისე რომ უკვე მადანი აღარ იქნება მილევადია და ქალაქი არის სიკვდილისკენ განწირული რადგან ეს უპირობოდ ასეა ეხა იმიტომ რომ როცა გამოილევა და ეს დღე დადგება და არავინ არ იცის დღესდღეობით კონკრეტულად ეს რამდენ წელში მოხდება აქედან გამომდინარე დღესვე არის გამოსავლის გზები მოსაძებნი იმიტომ რომ ეს შეიძლება დადგეს 3 წელში 8 წელში 10 წელში არავინ არ იცის 30 წელში ვერ იქნება იმიტომ რომ როცა ესეთი გავეშაპებული მოპოვება მიდის და მით უმეტეს ეხლა ასეთი პროტესტის და ამხელა ამბების შემდეგ როცა განახლდება პროცესები მაქსიმალური ორიენტაცია ექნება კომპანიას რომ ღია კარიერული წესით გაათმაგოს მოპოვება ისედაც იყო გეგმაში რომ თვითონ მაღარუებშიც მანქანადანადგარებით ხდება გამოტანა და ეს ყველაფერი პროცესი ბევრად უფრო დაჩქარებულია ვიდრე 5 წლის წინ იყო მოპოვება და 10 წლის წინ იყო მოპოვება გაორმაგებული და გაათმაგებულია ეს ყველაფერი და ამ ლოგიკური აზრიდან გამომდინარე უფრო მე მალე მოხდება ამის მილევა ეს რომ ასე გაკეთდება მე რამდენიც არ უნდა იყვიროს ჭიათურლებმა რომ რატომ გავჩერდით ფიზიკურად აღარ იქნება არანაირი გამოსავალი და უბრალოდ გახდება ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქალაქი როგორც სხვა რეგიონების რომლებშიც მხოლოდ და მხოლოდ მიზერი მოსახლეობა არის დასაქმებული იმ რაღაც ვიწრო კონკრეტული საშუალებებით რაც ტაქსია, მაღაზია და ეგეთ დაწესებულებები და აქ მორჩა ინდუსტრია და მორჩა 10,000-იანი ქალაქი. თავისი სოფლებით რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე გრძელვადიანი პერსპექტივა ერთადერთი რაც მეც და ჩვენც ბევრჯერ გვიმსჯელია და თელ მოსახლეობასთან რამდენიც აი 4 პროტესტი გაკეთდა მე პირდაპირ ვიტყვი ხა თამამად რომ მთელი ქალაქი, მთელი ჭიათურა
იმ დროს ფეხზე იდგა, რადგან მოსახლეობის როცა ნახევარი გამოსულია, ეს ნიშნავს, რომ სრული მხარდაჭერა გაქვს, რადგან ამ ნახევარი მოსახლეობას კიდევ უკან ოჯახები უდგას და ეხლა ყველა შეიძლება ვერ იყო იმ აქციაზე, მაგრამ როცა 15,000-იან ქალაქში 5,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ესე იგი შენ სრული მხარდაჭერა გაქვს. და როცა ჩვენ იმ პერსპექტივის, რაც აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რასაც ქვია ჭიათურის განვითარების ფონდი, რომ დავარქვით და ბევრჯერ ხმამაღლა გავაჟღერეთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მთავარი გამოსავალი და ერთადერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომავლის პერსპექტივა. მეტი არაფერი. თუ ჩვენ დღეს იმას ვამბობთ, რომ ჭიათურაში ეხლა უნდა აღდგეს მუშა პროცესები და ისევ ეს ხალხი იგივე პირობებით უნდა დაბრუნდეს უკან, მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ არის დიდი გაკეთებული საქმე ამ ქალაქისთვის, რადგან ეს ისევ ნიშნავს, რომ აქ დასაქმებული იაფი მუშა ხელი ისევ და ისევ აკეთებს კომპანიის საქმეს, ანუ სხვა ხეირობს, მაგრამ აქ უბრალოდ ხელფასუხტიან და ეს რო სამადლო არ არის, მე საკრებულოზეც ავხსენი და კარგად ვისაუბრე იქაც. გამომდინარე აქედან არ არის აქ ეს დიდი მიღწევა, რომ მხოლოდ მუშა პროცესი აღდგეს და 1500 ლარად და 2000 ლარად აქ ხალხი დამამცირებელ პირობებში მუშაობდეს და სიცოცხლის ფასად მუშაობდეს და ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მუშაობდეს. ამას დამატებული ახლა ჭიათურა არ ნიშნავს მხოლოდ მაღაროელებს. და სახვეწარი კონდეს კიდე რომ მომუშავეთ და ხელფასი მომეც. თავზე ხელი უნდა უსვათ და ვეფეროთ, ხო? და პლუს ვამბობ იმას, რომ ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღაროელები. და არ ნიშნავს იმას, რომ მაღაროელები რომ მუშაობენ, ამით ჭიათურლები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან თქვენ რომ მაღაროში მუშაობთ, ამით ხელფასი მიგაქვთ თქვენ ოჯახში, მაგრამ ვინც არ მუშაობს მაღაროში, იმ მადანით, იმ მუშაობით და იმ პროცესებით, ხო, სხვა თანამოქალაქეები ზიანდებიან, ხო ავადდებიან, ხო შვილები 1000 დაავადებებს და ქალები სიმსივნეებს და კაცები გულს ისახთ და დაავადებებს და რას ასიკეთო ამით ქალაქს? როცა მხოლოდ ჩამოკიდებულია იმ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც როგორც იხარჯება ჭიათურაში, ისე იხარჯება სხვა ქალაქებში და არაფრით გამორჩეული არ არის, ხო? აქედან გამომდინარე, სად არის აქ სამართალი? მე უბრალოდ ვერ ვხედავ. გამომდინარე აქედან ის, რომ მარტო მაღაროელები დასაქმდნენ ამ ქალაქში და ეგ არის ამ ქალაქის თანგადასაყოლი და სახვეწალი, არა ბატონო. ამ ქალაქს სჭირდება ფონდი, რომელიც ფონდიც არ მოუთხოვია 130 წლის მანძილზე, 130 წელიწადია პიროვნება ჭიათურა, კონკრეტულად ჭიათურა ერთი აღებული, განზოგადებული ჭიათურა, საიდანაც 130 წელიწადია საზრდოობენ კონკრეტული ადამიანები, მთლიანად სახელმწიფო, ჩინოვნიკი იქნება ეს თუ რა ვიცი მე 1000 გვარი საცეცების მქონე ადამიანი, შავი, თეთრი, წითელი, წესიერი, არაწესიერი, რა ვიცი ხა ჭიათურლებად, მოდი ასე ვთქვათ, ბევრი ვიცით ჭიათურაშიც რომ კალოშებით დადიოდა და მილიონერები გამხდარან. ბევრმა ფული იშოვა, ბევრმა ცხოვრება აიწყო და ჩვენ არავის არაფერს არ ვამადლით, მაგრამ ჭიათურა და ცხოვრება დაინგრია ამ მანგანუმის მოპოვებით და სახლები დაინგრია. კი ბატონო და საპირწონეთ, კი ბატონო დაზარალდა ხალხი. ვიღაცა რომ გამდიდრდა, ვიღაცას სახკარი დაინგრა, ვიღაცა დაზარალდა, ვიღაცას ფიზიკური, მორალური ჯანმრთელობის ზიანი მიადგა და არ ამოუღია ჭიათურას 130 წელია ხმა. არ უთქვია კონკრეტულად არაფერი. აი ესე როგორ ჰუმანურად და რა ვიცი ეს ყველანაირი იმერულ თან გადაყოლას ცდება, იმიტომ რომ 130 წელი 1%-იც არ მოუხმარია თავისთვის და დღეს დადგა ის დრო და გამოახილა ჭიათურამ თვალები, რომ მე სულ ცოტა ხანში მემუქრება განადგურება, დაღუპვა და დღეს თუ ეხა მე 5% არ მოვითხოვე, სხვა დრო აღარ დადგება და სულ მალე ვეღარაფერსაც ვეღარ მოვითხოვ. მე ამ ხალხს უკვე თავზე ქუდი ექნება დახურული, მადანი აღარაფერი აღარ დამრჩება, რითიც ამდენი ხანი ყველა გავაძღე და ყველა მსიკეთე ნახა. თელმა სახელმწიფომაც, ყველა მოსახლემ, ბიუჯეტმა, კერძო ინვესტორებმა, კერძო ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, ისეთებმა, ასეთებმა მე დამჩა მხოლოდ თეთრი გაწმენდილი ყვირილა, სადაც აღარ ირეცხება მადანი და დარჩა ყვირილა თეთრი და ამით მე მგონი არ ვიქნებით ბედნიერები. ყვირილა გათეთრებული უნდა იყოს სხვანაირად. აქედან გამომდინარე დგას საკითხი, რომ
5%, რომელი ფონდიც აუცილებლად გასაკეთებელია და ამას მთლიანი მოსახლეობა ითხოვს და ეს არ არის აქ ვინმეს კონკრეტული აზრი, მხოლოდ ამ აზრს მხოლოდ დახვეწა ჭირდება კარგად და ფართოდ გაშლა, თორემ ეს არის გადაწყვეტით უპირველესი მოთხოვნა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მხოლოდ ის მოთხოვნა, რომ ჩვენ სამსახურებში დაგვაბრუნეთ, ეს არის ეხლა ვიღაცა უნდა იფიქროს, აი პირდაპირ ვიტყვი იაგო ხვიჩია რომ დაგვრცინო და რა სიტყვოთო ბიჭო, მაღაროში შესვლა სიტყვოთ ისევეო, სამსახურები მოითხოვეთო, გარეთ გამოდითო და გზის შუქზე ხო ეს ისევე ინვესტორის ის არის, რა ქვია, საქმის როგორ გითხრათ ეხა ინტერესია რომ იაფი მუშაყელი ყავს ჭიათურაში, სადაც ეხა ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებ ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე წალენჯიხიდან რო ჩამოიყვანოთ ეხა თქვენ და მაღაროში შეუშვათ ის 1000 და 1500 ლარად აქ სასიკვდილოდ არ გაიხდის თავს, იმან ბინა უნდა იქირავოს, სასმელ-საჭმელი უნდა აქა, პლუს ოჯახი უნდა არჩინოს მე თავის რეგიონში და უბრალოდ შესულელია ლოგიკას ცდება. არ ჩამოვა თბილისში წავა. ხო, ანუ მე ლოგიკურად ვიძახი, ეხა კახეთიდან არ ჩამოვა ჭიათურაში 1500 ლარად თბილისში აღარ მუშაობს ხალხი და გამომდინარე აქედან ეხა ჩვენს გამჭრიახობა გვაქვს და ნუ დაგვამადლიან. კი ბატონო, კარგია, აქ რა თქმა უნდა სამსახური არ არის ცუდი რამე, იმიტომ რომ ნახეთ და დაუნახავი უნდა იყო ადამიანი რომ თქვა რომ ეხა ბოლო წლების მანძილზე ჭიათურაში ხალხმა რაღაცა სიკეთეები ვერ ნახა, ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა, ჩვენს თაობას ვინცა ვართ ეხა ჩვენი თაობის, ჩვენი ბავშვობა ვისაც გახსოვს, დენი არ ქონდა, წყალი არ ქონდა, გაზი არ ქონდა, გზა არ ქონდა, ინტერნეტი არ ქონდა, ნაგვის ურნებიც კი არ ქონდა და ეხა ბოლო დადგა ის დრო რომ $300 ბინები $30,000 გახდა ჭიათურაში და ეს ყველაფერი რომ ამ სიმაღლემდე ავიდა, ამ ცხოვრების დონის დამსახურებაა და ხა ეს ყველაფერი რომ ისე უკან წამოვიდეს და ბოლოს განადგურდეს, უბრალოდ რეგვენული საქციელი იქნება ამ ქალაქისგან. ამიტომ ეს ქალაქი ამბობს ეხლა რომ მე დავდექი ამ მდგომარეობის გამო, რაც ამ ბოლო თვეებში განვითარდა ჭიათურაში, ნათლად დაანახა ყველა ჭიათურეს და თვითონ ქალაქს. გამოაფხიზდა ქალაქი რომ მე მართლა ვდგები ამ საფრთხის წინაშე. თუ ეს ვიღაცას ცოტა ესე არასერიოზულად ეგონა და ჭიათურაში ჯერ რა გამოლევს მარგანეს და ვინ გააჩერებს მაღარუებს, დავდექით მაგის წინაშე ბატონო რომ გამოლევადიც არის და აგერ ერთ დღეს დაგვიძახეს რომ კარგად ბრძანდებოდეთო, მარტო ზევიდან უნდა გადავთხაროთო და მოგსპოთ მოგანაგაოთო და დავტოვოთ მე ბოლო მართლა გამოხრული კბილივითო და აღარ არის ეგ მდგომარეობა და ერთადერთი გამოსავალი იმ გრძელვადიანი პერსპექტივით, რასაც ბატონი იაგო ხვიჩია საუბრობდა, ზუსტად ეგ არის რომ ჭიათურაში უნდა შეიქმნას სხვა პერსპექტივები, რომ ჭიათურლები აქ აღარ იქნება ეს ყველაფერი და აღარ იქნება ამდენი რესურსი მარგანეციდან დასაქმებული ხალხის, კი არ უნდა გაიქცენ სხვა ქალაქებში, აქ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული და ეს რომ აქ გაკეთებული იყოს, ბატონმა მერმა იმ სხდომაზე თქვა, რომ ჩვენ ახალ სტრუქტურას შევქმნითო და კარგიაო ეგ ფონდიო და თითქოს თავისად მიიწერა ეხა ეს ჩვენი გაჟღერებული მთავარი მოთხოვნა და ჩამოყალიბებული, ხო, ანუ ეს ბიუჯეტში უნდა ჩავიდეს მერიაში და პირდაპირ ვიძახი ეხა რომ მერიას თავისი ბიუჯეტი აქვს და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ჭიათურლებისთვის პირდაპირ კონკრეტული სიკეთე, რადგან ეგ ხელისუფლებები ვინ იქნებიან, როდის იქნებიან, არ ვიცით, რადგან ეს არის სამომავლოდ საუკუნო პროექტი ჭიათურის, რომელიც რო აღარ იქნება მარგანეცი, აქ იმდენი ბიზნესი იქნება ამ ფონდში გაკეთებული და დარჩენილი აკუმულირებული თანხები, ბოდიშით ეხა პირდაპირ ეთერში ვსაუბრობ. აკუმულირებული თანხები იმდენი იქნება, რომ აღარ იქნება საჭირო მერე ვინმეს ჩარიცხული თანხები. აქ იმხელა ფული ტრიალებს, სამსახურებიც იქნება, თავისი ბიზნესი ექნება ქალაქს, არაერთ მხრივი და არაერთი კონკრეტული, რაც ამ ზოგადი განმოხედვით ეხა ძალიან მარტივად გვესახება, მაგრამ როცა ჩაიშლება, არც ისე ძნელი არის ჩემი აზრით, რადგან ჭიათურა არის ისეთი პერსპექტიული ქალაქი, რომ მრავალ მხრივ შეიძლება აქ ადამიანმა განვითარება მოძებნო, მოიგონო და გააკეთო, რადგან თუ არის ფინანსური რესურსი, ამ ქალაქში ბევრი გზა არის იმისთვის, რომ კარგი პროექტი, კარგი ბიზნესები, კარგი საქმეები აკეთო, იმისთვის, რომ ხალხიც იყოს კმაყოფილი, რა ვიცი, დასაქმებულიც იყოს, ქალაქს მსგავსებოდეს და ბევრი სიკეთე გაკეთდეს. აქედან გამომდინარე,
ამდენ საუბარს არ ვაპირებდი მე იქ, მაგრამ აქ მინდა რომ ვისაუბრო კონკრეტულად ამ ფონდზე და რა შეიძლება კონკრეტულად ამ ფონდმა მოიტანოს. მოდი ავიღოთ პირობითად რატომ 5%, ხომ? ეს ციფრი საიდან მოვიდა? ქონდათ კითხვები თავიდან როცა გავაჟღერეთ ჩვენ ეს ხალხს, მაგრამ როცა აუხსენით სცენიდანაც და პირადადაც ყველა მოიწონა და თქვა რომ კი ბატონო ზედმეტად ლოიალურია კიდევ მეტის მოთხოვნა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ არც ზედმეტად უტოპიური არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მოგების 5%-ზე საუბარი, ჩვენ ვითხოვთ პირდაპირ მოპოვებული მადანის 5%-ს. თუ ეს არ იქნება ფინანსური სახით, ესეც კი დავაკონკრეტებთ მე საუბრებში, რომ თუ ეს არ იქნება ესე როგორც თანხა, პირობითად თუ გავიდა 19 კრაზი მარგანეცი გადამუშავებული ქალაქიდან, 1 კრაზი ამ ფონდის საწყობში დაყარეთ და ჩვენ გავყიდით. ჩვენ მივხედავთ უფრო მეტ ფულს ვიშოვით, უფრო მეტ ძვირად გავყიდით და არ ჩაგიждდებით, რო არ თქვათ ფულის წირში ჩავუჯდენო. თორემ ესეც რო თქვათ, კი ბატონო, იმიტომ რომ ეკუთვნის 130 წელი რო არ მოუთხოვია ქალაქს და არ ითხოვს ნახევარს, ითხოვს 5%-ს. რაც, რა ვიცი, კეთილინებითაც ეკუთვნის და სამართლიანადაც ეკუთვნის და მორალურადაც ეკუთვნის იმის ფონზე, რომ არაფერი არ გაკეთებულა მთელი ამ ხნის მანძილზე, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უბრალოდ ადამიანების კომპენსაციის და პირადი რაღაცა დაზარალებული, სიტყვა მინდა რომ ესე ვთქვა, რომ დაზარალებული მორალურად, ფიზიკურად, ადამიანს რომ სახლი ჩამოენგრევა, ვიღაცას სახლი არ დაენგრა, მაგრამ ისე შემოუთხარეს კრუგში ყველაფერი, რომ ფიზიკურად ვეღარ იცხოვრებს, გზაც აღარ დარჩა ზოგიერთ სოფელში, რომ მივიდეს საცხოვრებლამდე და მესმის, ჩვენ არ ვაპირებ ეხლა მე აქ რაღაცა წარსულის განკითხვებს, მაგრამ მე მინდა ვისაუბრო იმ მომავალზე, რაც უპირველესი და ყველაზე ნათელი მომავალია ამ ქალაქის. და აქედან გამომდინარე 5% არის მიზერი, მაგრამ ჩვენ რაც დათვლები გვაქვს და რაც ზოგადი ინფორმაცია გვაქვს თუ რა სიმდიდრე გადის ამ ქალაქიდან, ეს 5% არ არის პატარა ფული, მაგრამ არც ისეთი დიდი თანხა არის, რომ ვინმეს დასათმობად არ ეთმობოდეს და უღირდეს პირობითად ძალიან დიდ ჭიდაობად, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომ ეს თუ არ გაკეთდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ჭიათურის მომავლისთვის. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ვიწრო შეხედულების ხალხი ზოგადად საზოგადოება ჭიათურის, რომ მხოლოდ დღევანდელი კვერცხი იყოს და არ დავეძებთ ხვალე რა იქნება. მით უმეტეს ეხლა ისე დაგვიყენეთ, ისევ თქვენ გამოაფხიზლეთ ეს საზოგადოება თქვენი არასწორი ქმედებების გამო, თქვენ გამოაფხიზლეთ, რომ მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ჩვენ მარტო დღევანდელი კვერცხი არა, ჩვენ ის ქათამი, რომელიც 100 წელი თქვენთვის დებდა კვერცხს, 20 კვერცხს რო დადებს, ერთი კვერცხით დაგვიტოვეთ. ძალიან სამართლიანია ჩემი აზრით და არ უნდა უღირდეს ამისთვის ვინმე, რა ვიცი, ხა ძალიან გაფშიკოს ფეხები ესე ვთქვათ იმერულად. იმიტომ რომ ეკუთვნის კიდევაც და ყველანაირი სამართლიანად უნდა მიიღოს ამ ქალაქს. ეს 5% არის ის თანხები, არც თუ ისე ცოტა, რომელიც ფონდისთვის ბევრ გზას ნახავს, როგორც სოციალური მიმართულებით, ისევე ბიზნესის მიმართულებით იპოვოს გზა ქალაქში. თავშივე რომ დავიწყოთ ახლა ფონდზე საუბარი კონკრეტულად, ეს უნდა იყოს სააქციო საზოგადოება, სახელწოდებით ჭიათურის განვითარების ფონდი, რომელიც სახელიც კი, მოკლე სახელიც კი ნათლად ასახავს თუ რას უნდა ემსახურებოდეს და რა უნდა იყოს მთავარი მიზანი. ჭიათურის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბიზნესის მხრივ იყოს ეს ფონდი ორიენტირებული და მხოლოდ ფული წეროს, აქ უნდა იყოს ინფრასტრუქტურული კეთილდღეობა და ინფრასტრუქტურაში არ გულისხმობ იმას, რომ ბიუჯეტიდან რო თანხა ირიცხება მერიამ არაფერი აკეთოს, ხო არა, გზა და ეს რა ქვია, წყალი და სკვერი უნდა გააკეთოს გამგეობამ, როგორც აქამდე კეთდებოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურაში გულისხმობ ინფრასტრუქტურას, რაც სამომავლოდ ისევ უკან დაუბრუნდება ამ ფონდს, თუნდაც ტურისტული, თუნდაც სპორტული, თუნდაც რომ ვამბობთ ახლა რატო არ უნდა იყოს სპორტ კომპლექსი ჭიათურაში. ეს სპორტ კომპლექსი თუ გაკეთდება, არ იქნება უფასო, მაგრამ იქნება ისეთი ხელმისაწვდომი, რომ
აქ დასუბსიდირებას და თავის თავს თვითონ ასრულდგმულებს, მაგრამ ისეთი იქნება ვიღაცა ხელმოკლე ოჯახების ბავშვებისთვის იქნება უფასო, მაგრამ ვიღაცისთვის იქნება ფასიანი, მაგრამ ისეთი ფასიანი არა, როგორიც მაგალითად თბილისში რო ღირს ეხა ბავშვი რო 150 ლარს იხდი რო ატარებ ფეხბურთზე ან ცურვაზე. აქედან გამომდინარე ბევრი მიზნები არის ამისთვის. ეს 5% და ჩემი ვარაუდით ეხა ჩემზე კომპეტენტურები ხარ რაც კითხეთ ხოლმე რომ რა მასშტაბზეა საუბარი, თქვენ რაც მითხარით ის 5% პირობითად რო ავიღოთ ხო წლიური ეს 5% გამოვიდეს პირობითად დავარქვათ მინიმუმ 10 მილიონი ლარი. მინიმუმზე მინიმუმია ეგ. ხო რო იყოს პირობითად ხო რა უნდა გააკეთოს ამ 10 მილიონმა ხო ეხა ყველას გაუჩნდება კითხვა აი რა გესახებათ როგორ რა უნდა გააკეთოს ეს სააქციო საზოგადოება არის ჭიათურლების ამას განაგებენ ჭიათურლები ჩავრიცხეთ ეს 10 მილიონი ლარი გადავიდეთ მოდი აქვე დავწყოთ 10 მილიონი ლარი ჩავრიცხეთ ვინ გარკარგავს ამ 10 მილიონ ლარს ვინ არის ამის მოდი ესე ვთქვათ პირველი ფლობელი ვინ არის ამ სააქციო საზოგადოების ფლობელები არიან ჭიათურლები ყველა ჭიათურელი ოჯახი ფლობს ერთ აქციას და თავშივე რომ ბარემერი არ გამორჩეს ამ აქციის გაყიდვის საშუალება არ ექნება მინიმუმ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ 10 წელიწადი ვერ გაყიდს 10 წლის მერე ექნება საშუალება რა პროცენტიც იმ თავისი ერთი ობლიგაციის რაც უნდა იმდეს გაყიდის შეიძლება რაღაც წილი გაყიდოს ამ თლიანად ეგ მე თავის ჭკუაზე და ჩემი აზრით არავინ არ გაყიდის, იმიტომ რომ ეს იქნება სულ მომგებიანი. ეს არის პირდაპირი მატერიალური ინტერესი ყველა ჭიათურელს. ოჯახი, ვინც აქ ცხოვრობს, კომუნალურს რო იხდის და ცხოვრობს, ესე იგი აქ არის. ამით ჩვენ უსვავთ ისევე ხაზს იმას, რომ ჩვენ ჭიათურიდან გადახვეწილ ჩვენ თანამოქალაქეებს უკან დავაბრუნებთ. გაუჩენთ мотивაციასაც და ინტერესსაც, რომ აქ იცხოვრონ. იმიტომ რომ პირდაპირ ინტერესი აქვს უკვე და მე მქონდა მე ესეთი იდეა რომ მაღარუელის ოჯახს უნდა ქონდეს ორი რადგან მაღარუელები რო თავის დავა კონკრეტად ბოდიში გაწყვეტიებ გოგა მაღაროელი არ გულისხმობს მარტო მაღაროში მუშაობას ვინც ამ მანგანუმის წარმოებაში არის დასაქმებული კი ანუ იქ ხო არის მაგალითად კოოპერატორიც კი ასევე ქარხანაში მუშაობს რეცხავს და ასე შემდეგ ვინც ამ დოლათის შექმნაში იმიტომ რომ ეს 20 კრაზი რომ მოიპოვეს ამაში პირდაპირ წვლილი აქვს ადამიანებს და იმას უნდა ქონდეს რაღაცა მეტი ვიდრე ვინც არაფერს არ აკეთებს ამისთვის ხო ეს ერთი აქცია მაგალითად მე მარტივად დავარქმევდი იმიტომ ეკუთვნის ყველა ჭიათურელ ოჯახს ეს არის ბოლო კომპენსაცია მთელი ამ წლების მანძილზე მთელი ზარალის მანძილზე მთელი რა დავარქვა უკვე სახელებსაც ვეღარ ვეძებ ხოლმე იმის საკომპენსაციო და მომავლისთვის. იმიტომ რომ აქ დღეს ხო აღარ გაქრება ეს დაბინძურება და დამტვერიანება, ეს კიდევ გაგრძელდება. ილუზია მე არ მაქვს აქ რომ ხვალიდან ყველაფერი როცა მოგვარდება ეს პროცესები, всё. ყვირილად თეთრი წამოვა და მტვერი აღარ იქნება და სოფლები აღარ გადაითხრება და სადაც მინდორი იყო და ორმოებია იქ ისე მინდორი გაჩნდება და თაგაჩნდება და ასე ეს არის უკვე იმ ადამიანების საზრუნავი და სანერვიულო, ვისაც სახელმწიფო ქვია და იმ ეკოლოგიას და იმას ახლა ჩვენ მოთხოვნებიდან ამას არ ვიღებთ, მაგრამ იმათო უნდა იზრუნოს. აქ საუბრობ იმ კონკრეტულ პირდაპირ და ირიბსაც, რომ ეს არის პირდაპირ აქციონერი ჭიათურელი ოჯახი, სადაც თავისი პირადი ინტერესი აქვს ბიზნესის. ეს არის პირდაპირ ესე ვთქვათ, ნახევრად ბიზნესი ქალაქის. ეს 10 მილიონი რომ მაქვს მე წლიური ბიუჯეტი, მაგრამ აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არ უნდა იყოს ერთი წლიდან წლამდე ჩარიცხული თანხა. მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა ხდებოდეს ამ ფონდში თანხის ჩარიცხვა, ანუ 3 თვეში ერთხელ. რადგან აქ ამ ფონდს სჭირდება მმართველობა, ამ ფონდს უნდა მართავდეს ჭიათურელი ხალხი, 20 კაციანი ამ ზედაპირული დათვლებით, ამ 20 კაციანიდან რა თქმა უნდა იერარქია არის, ვიღაცა იქნება 5 კაციან სამართავ ბორდში, ვიღაცა იქნება 5 კაციან მენეჯმენტში, დანარჩენი 10 ადამიანი იქნება მასწავლებელი, ექიმი, ეკონომისტი, მაღარუელიც,
მერიის წარმომადგენელიც უნდა იყოს აუცილებლად, რადგან აქ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და დასამალი არაფერი არ იქნება, სახელმწიფო წარმომადგენელიც უნდა იყოს აუცილებლად მართველი ბოლში სადმე, რადგან ეს ზოგადად სახალხო ფონდია ჭიათურისთვის და აქვე განმარტავ იმასაც, რომ ეს 20 კაციანი მმართველობა არ უნდა იყოს ერთპიროვნული, ამას ირჩევს ჭიათურელი საზოგადოება იმ კეთილსინდისე და კომპეტენტურ ადამიანებს, ვინაც იცის მართვა ბიზნესისაც, სოციალური მიმართულებისაც, სხვადასხვა სფეროს წარჩინებული პატივსაცემი და ღირსეული ჭიათურლები, რომლებსაც აზრი აქვს, მოიტანენ რაღაც იდეას, ეს იდეა გაივლის, გაიფილტრება, გაიცხრილება და ვისი რომელიც აჯობებს იმ მიმართულებით წავა რაღაც წილი ამ პირობითად 10 მილიონიდან. გამომდინარე აქედან ეს 20 ადამიანი არ უნდა იყოს ერთპიროვნული, რადგან მაინც ადამიანი ახლა როცა ფულთან არის შეხება მერკანტილური ინტერესები იღვიძევს სისუსტეა ადამიანის და ეს უნდა იყოს ცვალებადი. ერთ წელიწადში ან მაქსიმუმ 2 წელიწადში ერთხელ. რომ სხვასაც უნდა მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალებას და თავის ქალაქისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა. გამომდინარე აქედან სამ თვეში ერთხელ უნდა იყოს მინიმუმ აკუმულირებული თანხები აქ ჩარიცხული და აქედან უკვე განკარგვა ხდება მიზან მიმართულად. პირობითად შეიძლება დაერქვას, რომ ნახევარი თანხა უნდა დაიხარჯოს სოციალურ პროექტებში, ნახევარი თანხა უნდა დაიხარჯოს ბიზნესის მიმართულებით, რომ ეს ფონდი როცა ბიზნესებს აკეთებს, ეს ბიზნესი თავის ფულს წერს და კიდევ პლუს ამას შემოსავლები ემატება და გაისად მე 10 მილიონი კი აღარ მერიცხება უკვე ფონდში. უკვე 5 მილიონი რო გავყავი და ჩავდები ბიზნესში, კიდევ იმ 5 მილიონმა რაღაც თანხები დამიწერა და შეიძლება გახდეს 15 მილიონი, მაგრამ ის 10 მილიონი კიდე ემატება და როცა აღარ იქნება მარგანეცი და აღარ იქნება ჩასარიცხის 10 მილიონი, უკვე აქ იმდენი ბიზნესია გაკეთებული, იმხელა ინფრასტრუქტურული პროექტებია გაკეთებული და თავისით წერს იმ მილიონებს. ანუ ეს არის უკვე აი როგორ ვთქვათ, საუკუნოდ იწერება ფული ჭიათურაში. დასაქმებაც არის, ბიუჯეტიც არის, სოციალური პროექტებიც არის, კეთილდღეობაც არის, ხალხიც მაყოფილია. გამომდინარე აქედან ახლა იქ უნდა იყოს აუცილებლად ბიზნეს მენეჯერებიც და მე პირდაპირ ვიძახი, რომ მე არ ვარ დიდი ჭკვიანი ბიზნეს მენეჯერი, მაგის განათლება, მაგრამ მე ვიცნობ იმ ადამიანებს ჩემ თაობაში, ვინც ჩემზე უფრო წარჩინებულები იყვნენ, უნივერსიტეტიც უფრო კარგად აქვს დამთავრებული, მე დიპლომიც არ ამიღია ისე უნივერსიტეტში და ჩემი დიპლომი. არიან ჭიათურლები, ვისაც რო უთხრა, რომ შენ ხო იცი მენეჯერობა, შენ ხო იცი ბიზნესის მართვა, შენ ხო კარგი ჭიათურელი ხარ. ეხლა რო უთხრა და ჩამოვიდეს, რა უნდა გააკეთოს, სად უნდა ჩამოვიდეს, მაღაროში უნდა შევიდეს, ის არ ჩამოვა. და როცა ეტყვი, რომ ნახე რამდენი მილიონი გვაქვს ფონდში, ამას ახლა სწორი მართვა უნდა, ხელფასი გექნება და ჩამოვა და თავის ქალაქს დაუბრუნებ იმ ჭკვიან ადამიანს. ხო, არაფერი აქვს რაღაცა ზღაპრული, ხო? ზღაპრული. მარტივი იქნება ძალიან. მერიას უარავდიდოთ, ზედმეტი პასუხის ძნელობა ეს გააკეთოს. აქედან გამომდინარე ის, რომ მერმაც გააჟღერა, რომ ახლა ერთ მიმართულებას დავამატებთ, რომ აგვაქვს და მეცხრეს დავამატებთ და აქ ჩავრიცხოთ ეს თანხები და მოვიწვევთ კომპეტენტურ ხალხს, რომ მოიძიონო, შეისწავლონ ჭიათურაშიო, რა დასაქმების პერსპექტივებიაო, რა უნდა გაკეთესო, ქარხნები აშენდესო და უცებ დამეხატა ილუზია, რომ ეხა ორ თვეში აქ 2000 სამუშაო ადგილი გაჩნდება დიდი ბოდიშით, მაგრამ არ გვინდა მერია, ეს არის სახალხო და თუ ვერ გაკეთდება, ხალხია ამაზე პასუხისმგებელი და ამას მთავრობას არავინ არ მოთხოვს, რატო ვერ გაკეთა. აქ თუ ვინმე ფული შეჭამა, ხალხი აგებს პასუხს თავისი კისრით და თავისი იმით რა ქვია, ყველაფრით, ხო, რა ვიცი, პასუხს აგებს თავისი კანონებით და აქედან გამომდინარე არავინ არ მოუტრიალდება ადგილობრივს თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, შენ რატომ ვერ იმოქმედეო. თუ საქმე გაფუჭდება აქ ამ მმართველობით, არავინ საყვედურს არ ეტყვის ხელისუფალს და თუ საქმე გაკეთდება აქ, პირიქით მადლობას ეტყვიან ხელისუფალსაც და ყველა იმ ადამიანსაც, ვინც აქ მონაწილეობა მიიღო. და აქ თუ საქმე გაკეთდა და ჭიათურაში თუ კეთილდღეობებს დაემატა, დასაქმებულს, ინფრასტრუქტურას და ხალხი კმაყოფილია, ეს პირველ რიგში ჩემი აზრით ხელისუფლებისთვის არის პირველი მიზანი.
ხალხი კმაყოფილია, ხო, სტრუქტურა კარგია, ქალაქი გუგუნებს, ესე რომ ვთქვათ, უკმაყოფილო არავინ არ არის და რა ვიცი, მეტი რა უნდა უნდოდეს, ხო? და თუ არა, მე პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს. ჩემზე ვერ იტყვით, აგერ საზოგადოება თქვენ ხართ და თქვენ საზოგადოებას დააბრალეთ, რომ თურმე ჭიათურებს არ გწოდნიათ არითმეტიკაო, არ გწოდნიათ ბიზნესიო, არ გწოდნიათ ეკონომიკაო, არ გწოდნიათ ბუღალტერიაო, არ გწოდნიათ ტურიზმიო. და მე ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ჭიათურელი ვიცი თბილისში, რომელიც ტურიზმის მიმართულებით დაამთავრა, ეხლაც სწავლობს და ეხლა რომ დაუძახოთ მაგალითად ჭიათურელს და უთხრათ, რომ ჩამოდი, შენ ხომ დაამთავრე ტურიზმის განხრით და ძალიან კარგი სპეციალისტი ხარ. სად ჩამოვიდეს? ვისთან ჩამოვიდეს? სად არის ტურისტი? რა ანახოს ისეთი, რომ დასაქმებული იყოს და რა პერსპექტივები აქვს ისეთი, რომ ამ თავისი პროფესიით აქ იმუშაოს. მაგრამ ზუსტად ვიცი ამ ფონდს რაც შეუძლია, რომ ჩამოვიყვანთ და დავაბრუნებთ თავის ქალაქს დავუბრუნებთ იმ წარჩინებულ ტურიზმის მიმართულებით, რომელიც თარჯიმანიც იქნება და ეხლა ვის უნდა გადაუთარგმნოს 100 ტურისტი რო ჩამოდის წიდან წინამდე, ეს არაფერს არ ნიშნავს. ჭიათურაში რო ტურისტი ჩამოდის, ტურისტ თუ ფული არ დაახარჯინე, იმის გაოცებული სახით წასვლა კი არ გვინდა ჩვენ აქედან. ფულიც უნდა დახარჯოს იმან აქედან და ამისთვის უნდა შეუქმნა პირობები, რომ ფული დახარჯოს. მხოლოდ არა იმისთვის, რომ კაცხის სვეტზე ავიდეს და დააღოს პირი ეს რა ვნახეო. კი ბატონო, კარგია, მაგრამ ჩვენ აქ ეკონომიურ მხარესაც ვეხებით, რადგან უდიდესი პოტენციალი აქვს ამ ქალაქს. ეს არის თბილისშიც აღვნიშნე, მაკიაჟის გარეშე საოცარი ქალაქი და ამას რომ მაკიაჟი გავუკეთო, მე არ ვიცი რა გემოვნების ადამიანი უნდა იყოს, რომ არ გაოცდეს, მხოლოდ ერთი რამე არ გვაქვს ზღვა. დანარჩენი აქ არის ყველაფერი აბსოლუტურად. აქ არის ისეთი სიძველეები, ისეთი არამატერიალური, ისეთი მატერიალური, ისეთი ღირებულებები, რაც უბრალოდ შეიძლება ადამიანის გონება ვერ გაწვდეს. ჩვენ აქ გვაქვს მარტო ისეთი მღვიმეები, რომ ეს რო უთხრა უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანს შეიძლება ვერც დაიჯეროს. ჩვენ აქ ცივილიზაციის საწყისებზე გვაქვს პრეტენზია და დღეს ახლა ვადგებით ისეთ პრობლემას, რომ ცივილიზებულ სამყაროში მოვხვდით, როგორც იქნა ჭიათურაში 24 საათიანი წყალი, დენი, გაზი და ინტერნეტი გვეღირსა და ახლა ვიწყებთ უკან წასვლას. უნდა მოვსპოთ ჭიათურაში ცხოვრება? როცა ცივილიზაციის საწყისები და პირველი მატერია აქ შეიქმნა, პირველი ადამიანები აქ ცხოვრობდნენ, პირველი ქრისტიანები აქ მოღვაწეობდნენ. აქ გვაქვს ისეთი რაღაცები, რაც შოკში გვაგდებს თვითონ ქართველებსაც და ჩვენ რატომ უნდა ჩავვარდეთ ესეთ სასოწარკვეთილებაში, ესეთ უიმედობაში. ამიტომ გადარჩენის გზა ამ ფონდის არის იმ ხრივ, რომ აქ რომ მე შემიძლია ფულები მქონდეს, ჭიათურელებს აქვთ იმხელა გონებაც, ცოდნაც, მომავლის გამჭრიახობაც, ამ ფულს როგორ მიუჩინონ გზა. მაგალითად ხმამაღლა ვიტყვი ერთ ძალიან დიდ პროექტს. აი მარტივს. ჭიათურაში გვაქვს ჩვენ დახურული მაღარო. დაკეტილი მაღარო გვაქვს. მაღარო რა არის დაკეტილი მაღარო? დიდი ტერიტორიაა თავისი პირობებით, სადაც არის დენი, სადაც არის წყალი, სადაც არის ვენტილაცია, სადაც არის რკინიგზა, ხო? დახურულია მაღარო, აღარ ვიყენებ, ხო? და ეს არის საუკეთესო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მოიყვანოს სოკო. სიბნელე, ნესტი, დენი, წყალი და ვენტილაცია. მე ამ 10 მილიონიდან მოდი გავზრდი. 10-200 მილიონი დავთვალე ჩვენ და რამდენი არა, 20 მილიონიდან, ხო? 20 მილიონიდან რომ გამოვყო 5 მილიონი. 5%-დან 5 მილიონი გამოვყავი, რომ ეს არის დიდი პროექტი, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივა იყოს შეიძლება მოგების მხრივ. მოვძებნო საქართველოს მასშტაბით დავანებე ჭიათურას თავი, საქართველოს მასშტაბით, ვინც კონკრეტულად სოკოს ბიზნესშია ჩართული. და ვეუბნები. შენ ახლა ჩამოდი, ჩამოიყვანე რამოდენიმე სპეციალისტი ჭიათურაში, ინფრასტრუქტურა მაქვს, ფული მაქვს, ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ნედლეული შევქმნა. სოკოზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და დღითი დღე იმატებს, რადგან ნახევარი მსოფლიო ვეგანი გახდა.
და იტალია და საფრანგეთი იხვეწება ოღონ სოკოს თუ ვინმე მიაწვდის და მე მაქვს უნიკალური საწარმო უკვე გამზადებული თუ არაფერი არ მჭირდება ზედმეტი ფულის დახარჯვა ავიღე პირობით შესაბამისად დაჭირდება მოწყობა მოწყობა იქ უბრალოდ ეს ინფრასტრუქტურები აი ზუსტად აი ჩამოვიყვანე ხა ინვესტორი თან მე ვარ ის არის უბრალოდ ის არის საქმეში გარკვეული ტიპი რომელმაც იცის მოყვანა ამის დამუშავება ამის გატანა უბრალოდ ფულს მევდებ ინფრასტრუქტურას მევდებ და 51%-ის ანუ საკონტროლო პაკეტის მე ვარ 59% შენი იყოს მართეს სწორად მაგრამ ამ მართლობაში რა თქმა უნდა მე ვარ გადამწყვეტი იმიტომ რომ აქ ჭიათურლები მართავენ 51%-ით და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ფული აქედან აი აქ გადმოვისროლეთ რო 20 მილიონი გახდება 25 პირობითაც სულ ამან ეს რო ცოტა რო თავისი წეროს აი ესეთი ბიზნესი ჭიათურაში 10 20 კიდე უფრო მეტი შეუძლია ჩემზე ჭკვიანმა ამ ქალაქში გარკვეულმა და გაზრდილმა ადამიანებმა მოიგონა ეს არის უბრალოდ ერთი მარტივი რაღაცა და დავიცი თუ ვინმე ამას წაიღებს ამ ბიზნეს იდეას ღმერთმა მოგახმაროთ აქ დასაქმდება მინიმუმ ამდენი 100 ადამიანი იყოს 100 მეტი არა 100 ადამიანი ხო დავასაქმე 100 ჭიათურელი ხო დავასაქმე ფული ხო დაიწერა ხო არ საწავიდა წამოვიდა აქ შემდეგი ბიზნესი ანუ ეს არის იმ ბიზნესების 1%, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ანუ ამით იმდენი რამის მოგონება შეიძლება. პირველი ჩემი აზრით ნეტა პირველი ეს უნდა გაკეთდეს. ანუ ბევრი იდეები წაიღონ ნეტა რომ ჩვენს გარეშე გააკეთონ ეს ყველაფერი რა. ჩვენ თანახმავართ მაგ იდეების წაღებაზეც. ანუ კიდევ არსებობს უამრავი იდეები და ნეტა გააკეთოს ვინმე. ანუ არ არის ეგ პრობლემა რა. ინფრასტრუქტურა და ფულს თავაზობთ. მენეჯმენტი მართვა როგორ უნდა გაკეთდეს უკვე იმ პიროვნებებზე იქნება მინდობილი თავიდან ბოლომდე. თუმცა ის არის ჩვენი ბიზნეს პარტნიორი, ეს ჩვეულებრივ მარტივი რაღაც არის. ჩვენ ვართ ბიზნეს მეწილეები, შენ და მე რაღაცა ჩავდევი, შენ საქმეს აკეთებ. 51% ჩემია, იქ ვიხედები, იმიტომ რომ აქ მე რომ მყავს ეს 20 ადამიანი, აქ ბუღალტერი მყავს, იურისტი მყავს, ყველა ერევა ამ ბიზნესში. რომ ვინმე რამე არ აკეთებს ინდისიერად არ ხნას. დაიწერა მოგება 59% შენია, 51% ჩვენია. აქეთ ეს ჩვეულებრივ მარტივი ძალიან მარტივი სქემა ამას დიდი არაფერი ის არ ჭირდება უბრალოდ ეს პირველი ეს რაც იყო წლების წინ მედათენგოს ვისაუბრია რომ აი გაზეთ გამოჭრილი აი რა უნდა ვიღაცა ერთმა ბიზნესმენმა ეხა რომ უბრალოდ სახელმწიფო თავშივე მინდოდა აღმოეჩინა რომ ამ ფონდის მეგობარი არის სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობა არის ამ ფონდის მეგობარი და არა მოწინააღმდეგე ჩვენ რო აქ რაღაცა ვთქვით აი ეს მაგარო ეხა ხო ვიღაცა უნდა დაგწოს ნება რომ მოგცეს თორე ამაში თუ ეხა მე 100 მილიონი მომთხოვე რა გამოვიდა ვიღაცას ლარად გადაეცი 100 წლიანი იჯარით ისენი რა ქვია გექტრები და მეც მომეცი ხო ბიზნეს მე მომეცი ლარად აი ეს ქალაქის ფონდია და შენიანივა ვიღაცა სხვა კი არა ვარ უბრალოდ ჩამოგაცილე მართლობა ჩამოგაცილე სანერვიულო და ჩვენ ვაგებთ პასუხს ჭიათურლები თუ არ გაამართლებს პირიქით საქმე გაგიკეთე თორე ჩვენ გვეკუთვნის ეს და ჩვენ ვიღაცას კი არ ვეუბნები ჯიბეს ჩაგიძვერ და რაღაცა გვეკუთვნის და ჩვენ არ გვაინტერესებს ამას ვინ გაიღებს ამ 5%-ს მოგვარდით დაალაგდით 5% ანუ ერთი კრაზი დარჩეს ან 5% დარჩეს და ეს პირველი ეს იდეა რაც იყო წლების წინ რომ ბავშვობაშიც რო გითქვია ეს დაკეტილი მაღარო უბრალოდ მარტო იმ ადამიანების რავი იმ ქვეყანაში აი გარდაცვლილები ვინც არიან ვისაც ამ მაღაროში უმუშავია რომ დაიკეტა და ახალი სიცოცხლე მიეცა და დაერქმევა სახელო ჭიათურაში მარტო მაღაროში მიწა კი არ გამოაქვს ეხა შექმნეს პროდუქტი და ისიც იციან იმ რაღაცა განწირული და როგორ გამოიყვანონ საქმე ამის პრეცედენტსაც დავდე ნახეთ მარტივია დაკონსერვებული მაღაროა რომელსაც სიცოცხლე შეგვიძლია დაუბრუნო განგრევას კი არ და მაინც არ ვეშვებით მაღაროს ჭიათურლებს მაინც არ ვეშვებით და იაგომ გამოდით დაანებეთ ამ მაღაროს თავი იაგომ და ამუშაოთ მადმერე რა იაგოსთვის კარგი სასტუმრო უნდა აშენდეს აჰა რომელიც სასტუმროშიც მაგალითად ჭიათურა არის ისეთი რელიეფის ქალაქი აი ნებისმიერი მხრიდან რომ მოვუაროთ ყველგან არის საუკეთესო ხედი და გავაკეთეთ ერთი კარგი სასტუმრო ხო დასაქმდა 100 ადამიანი პირობითად რა არის თავარი პლუსი კიდევ
ამ სააქციო საზოგადოების მნიშვნელობა ის რომ ხალხია აქციონერი და ხალხია მფლობელი. ნებისმიერ ჭიათურებს აი ამ სასტუმროში შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს და დამლაგებელი რო არ მუშაობს, ესე რომ ვთქვათ, საჭკაობს. მივიდეს და მოსთხოვოს პასუხი. იმიტომ რომ მის ბიზნესში ეს მისი ბიზნესია, ყველა მისი ბიზნესია. იხედება რომ ვიღაცა ზარმაცობს და საქმეს აფუჭებს. მოსთხოვს პასუხს, რომ შენ ჩემ საქმეს აფუჭებ. და ეს არ არის ვიღაცა დამსაქმებელი უკვე. აქ ყველა ითვალისწინებს ერთმანეთს. წავედი ახლა მაგალითად ჩემ სოფელში საგურძეში. იყო ბევრი დაპირებები რომ სოფელი უნდა აგუგუნდეს ქარხნები. ახლა მეც ვიცი რომ სოფლებში ესე სამსახურებს ვერავინ ვერ მიუტანს ხალხს და ქარხნებს ვერ ააშენებს. მაგრამ ხო არის სოფლის მეურნეობა, ხო არის ასათბურე მეურნეობა. გამოვყავით ერთ მაგალითად კვარტალში დაჯდა ეს ხალხი და მოდი სოფლის მეურნეობას მოვახმაროთ რამოდენიმე მილიონი. ჩავედით და გავაცანით სოფელს, რომ თქვენ ვისაც შეგიძლიათ შრომა, გაქვთ მაგისი გონებრივი, ფიზიკური და სურვილი გაგაჩნიათ, ფული გვაქვს და მოდი სათბური გააკეთე, ხო? აგერ შენ ახლა მოდი შენ მოიფიქრე რას გააკეთებ კაცო, ხო? ანუ შენ რა იდეა გაქვს? ნახე მოიტანე, ფული გვაქვს, პროექტი მოიტანე. ხო, მოგების 59% შენია, 51% ჩემია. საკონტროლო პაკეტი ჩემია. სათბურის გაკეთება მინდა. ეს ახლა არაფერი არ არის დიდი ისეთი რაღაცა ჩვენ მოვიგონეთ, მარტივად არის დღესაც რო წახვიდე ახლა შენ და დაწერო პროექტი, სახელმწიფო გაფინანსებს პირობითად 100,000 ლარით, შენ გააკეთებ სათბურს, გადაუღებ იქ სურათებს, რომ დავთესე რაღაცეები, გადავაფარე პარკი, გავაკეთე პარნიკი და სახელმწიფომ ჩაგერიცხა ეს ფული და მე პირადად ბევრი გამიგია, რომ ეს ფული ნახევარი შეუჭამია და რამოდენიმე ხანში ეს სათბური საერთოდ მიუნგრევია, იმიტომ რომ იმის ინტერესი იყო, რომ ოღონ რაღაცით ფული ახლა ქართველებში არ გვიკვირს, მოდი ყველაფერს ქებას დავიწყებთ, რომ მაგრებივად ყველაფერში. სუჩიც მაგრებივად რა. 50,000-ად შეკრა დაანახა სახელმწიფოს, იმიტომ რომ იქ შენი პასუხის ვალდებულებები გაქვს. დანარჩენი მე ფეხებზე დაიკიდა და ერთ წელიწადში თუნდაც კრა აწიხდა და დაანგრია. აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ ის ფული იშოვა რაც უნდოდა. აი ბევრს მაგალითად ესე ფუტკარზე გაუკეთებია ვიცი. ფუტკარის პროექტი დაუწერია, 10 კატ რაღაცა მე ეს სკები დაუდგია, სურათი გადაუღია და აჭამა რა ესე ვთქვა სახელმწიფოს და ფული წაიღო. მე არ ვიცი, აი ბევრი ვიცი ესეთი რაღაცები, ფული შეუჭამიათ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ გამიგია ამის საპირწონედ, რომ რომელიმე ქართველი მისულიყოს ამ ადამიანისთვის და ეთქვას, რომ შენ ბიუჯეტიდან რო ფული აიღე, ანუ ჩემი ფული რო აიღე. ვის მოატყვე მე შემიჭამე ფული? ეს ცნობიერება არც ერთ ქართველს არ აქვს და არ აქვს იმის რაღაცა ჩვენ თავთან მორალურ უფლებას ვერ პოულობთ, რომ მივიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი, ან საყვედური მაინც უთხრათ. ამ დონეზეც არ აქვს ჩვენ თავთან და აი ახლა მე რო ვიღაცას საკურწეში 100,000 ლარი მივეცი სათბურისთვის. ზუსტად იცოდეთ, რომ ნებისმიერ შეუძლია ჭიათურეს მივიდეს და გააკონტროლოს ყოველ დღე რა შვები, ხო არ ზარმაცო. კიტრი მოიყვანე? ფული შეჭამე? შენ ჩემი შვილების ფული შეჭამე. ის უკვე ის მესათბურეც, ის გლეხიც. მარტო იმაზე კი არ არის სახელმწიფოს ამას მოატყუებ. მე ხალხი დამიპირისპირდება. ჩემი სოფლელები თვითონ. თავისი მეზობელი ამ ბიზნესის ფლობელია. თავისი სოფლელი არ მიცევს უბრალოდ მაგის უფლებას. ინტერესის და პლუს გასახანის არ ექნება, რომ ცუდად იმუშაოს და ვერ გააკეთოს ან არ გააკეთოს. იმიტომ რომ აქ ყველა ეს არის აქციონერია და მისი მეზობელიც, აქ ქალაქში მყოფიც. ესე რომ ვთქვათ, რომ ხმა გავრცელდება, რომ ამან საქმე გააფუჭა და ფული შეჭამა, სხვის კი ვეღარ გამოყოფს გარეთ, კიდე პასუხსაც აგებს. მარტო მაგაზე კი არის და ჩვენ ახლა ჭიათურლები ვართ, ჩვენთვის სინდისი და სახელი და სიტყვა ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მართლობის ფორმაც მარტივად დალაგებადია, ხევი? მარტო ის კი არა, რომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, თვითონ თვითკონტროლირებადიც ხდება, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი არის, თითოეული ჭიათურელი არის ამის მაკონტროლებელი, რადგან თუ არ გააკონტროლებს, თავის ბიზნესს თვითონ ავნებს. თვითონ აქვს, იმიტომ რომ თვითონ კარგავს.
სოციალური პროექტები ბევრჯერ გავაჟღერეთ და კონკრეტულად ვიტყვით იმასაც, რომ ამ ქალაქს რო ჭირდება სოციალური პროექტები, მე მგონი არც ერთ ქალაქს არ ჭირდება ის ნახევარი რო იქნება სოციალური პროექტები, რომ ვამბობთ მაგალითად, რომ ამ ქალაქს არ აქვს ერთი კარგი კლინიკა. ძალიან მარტივად შეიძლება რომ ერთი ნორმალური პროფილის კლინიკა გაკეთდეს და ის კარგი ექიმები დავაბრუნოთ ჭიათურაში, რომლებიც ასულები არიან. არ იქნება უფასო, მაგრამ იქნება შეღავათიანი ჭიათურლებისთვის. და იქნებოდეს იქნება, რომ ზესტაფონიდან ჩამოვიდნენ მე ამ კლინიკაში გამოსაკლები. ჭიათურლები მარტო იმ დროს, როცა მე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მარტო მაშინ იყო, რომ ყველაზე დიდი მოსწრება იყო ეს სახელი ქვია აბიტურიენტების პროცენტულად და ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდობა ყავს ჭიათურას. და ის სოციალური პროექტები, რომ აქ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა დაფინანსდება და აქ გაიჟღერა, რომ ვინც გაჭირვებულია, არა, გაჭირვებული კი არ დაფინანსდება, ვინც წარჩინებულია, ვინც კარგად სწავლობს, იმას დაუფინანსდება სწავლაც და თბილისში ესე ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის საცხოვრებელი. და თუ ისეთი წარჩინებული იქნება და ისეთი ჭკვიანი იქნება და პერსპექტიული უცხოეთისკენ გაიწევს, იმის დაფინანსების საშუალებაც იქნება, იმიტომ რომ აქ მე 10 მილიონები კი აღარ მაქვს. ძალიან ბევრი მილიონი მაქვს უკვე ძალიან დიდი ხანი. ამას შეგვიძლია მთელი ღამე ჩავყვეთ და ჩავშალოთ. კი ბატონო, ეს აქ არც რთული არ არის, უბრალოდ განგრძობადია, თორემ კიდე ჩემზე ჭკვიანი რომ მოიყვანოთ, კიდე უფრო მარტივად დახატავს ამ სქემებს და ისე მარტივად დაანახებს ყველას, რომ ეს არავისთვის წინააღმდეგობაში არ მოდის. თუ ვინმე ამ ქალაქში ფულს შოულობს, პირველ რიგში მას უნდა უნდოდეს, რომ 5% დათმოს, ოღონ ამ ქალაქისთვის სიკეთე, იმიტომ რომ პრეტენზია აქვს, რომ ქალაქისთვის კარგი უნდა და ჭიათურლები არიან. თუ კომპანია, ინვესტორი პრეტენზიას აცხადებს, რომ მე კეთილშობილი ვარ, უნდა მეფერო და თავზე ხელმა გადამისვა, მით უმეტეს უნდა დათმოს აქვე 5%. თუ სახელმწიფო ინტერესია, მით უმეტეს უნდა დამიდგეს გვერდში, რომ ეს 5% ხალხის იყოს, იმიტომ რომ ბევრ პრობლემას იგوارებს და ხალხი ვეღარასდროს ვეღარ იტყვის იმას, რომ შენ ჩემთვის რამე არ გააკეთებ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჭიათურლებისთვის და სასიცოცხლოდ გადამრჩენელი ხვალეც, ზეგეც და 100 წლის მერეც. და თუ ამას ჭიათურლები ვერ მოაბავენ თავს და ვინმე ფულს შეჭამს, ვინმე სწორად ვერ მართავს, თავის თავს დააბრალებენ და მერე ხელს ვეღარ გაიშვერენ და მერე მართლა უნდა გადაიხვეწონ ამ ქალაქიდან და ვეღარავის ვეღარ ეტყვიან, რომ თქვენ რამე არ გააკეთეთო, შანსი არ მოგვეციო, მერე პრეტენზიაც აღარ ექნებათ და მაღაროს დაიკეტება და ბოლო-ბოლო როგორც სხვა ქალაქები არის, ხა, დაიცლება ეს და დარჩება ჭიათურაში მოხუცები, დარჩება ერთი 2000 ადამიანი და იქნება ერთი ჩვეულებრივი არაფრით განსაკუთრებული ქალაქი. რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს და რაც შეეხება ახლა არ შემიძლია ტურისტულზე ვარ ვისაუბრო, აი მართლა ზღვა არა გვაქვს მარტო და რა ვიცი ახლა იმდენი ფული შეიძლება დატრიალდეს გავაჩინოთ ხელა. რა ვიცი ტურისტულად ვფიქრობ საქართველოში ყველაზე განვითარებადი არის ჭიათურა. ჩვენ კურორტებიც ვართ. და ჩემზე კარგად იციან ახლა თუ ვინმე ვიყურებს აქ ბევრი ადამიანი იქნება, რამდენი სოფელი შეიძლება კურორტი გახდეს. მე პერიოდისაც კი ვიცი, ჩვენი სოფელი დღეს ჩვენ კომუნისტებს რო გვიძახიან, კომუნისტების დროს ტურისტულად ვითარდებოდა, კურორტი გეთდებოდა, ბანაკები შენდებოდა, ტრასა იყო ასული, დენი იყო ასული და შემდეგ რა ვიცი დაანგრიეს მთაკი არა, აგერ ქალაქი დაანგრიეს მისმერე და დღეს უბრალოდ ნახეთ, დღესაც აქვს ჭიათურას ისეთი შესაძლებლობები და აქვს ისეთი რესურსი, რომ სოციალური ქსელი დღეს ყველაფრის უკვე განპირობებელია მსოფლიოში. სოციალური ქსელით რომ მიექცეს სათანადო ყურადღება ჭიათურის პიარს, დღესვე შეიძლება რომ 10-ჯერ მეტის ტურისტი მოიზიდო. შენ რო აქ კარგი მენეჯმენტური და კარგი სოციმედია მოიყვანო ნიჭიერი ადამიანი სოციმედიის მხრივ, ვისაც ხედვები აქვს, გემოვნება აქვს, რა არ გვაქვს, ცივილიზებულიც გვაქვს, ძველიც გვაქვს, უძველესიც გვაქვს, კულტურულიც გვაქვს, მატერიალურიც გვაქვს. პრობლემა რა შეეგოგა, ბოდიში ერთ წამი, ანუ რომ მოიზიდო ეს ტურისტი,
ფიზიკურად ფულს ვერ დაახარჯიებ. არაფერი არ აგაქვს რომ გაუმასპინძლდე. აი, კარგია რომ ერთ სასტუმრო ლეჟუბანში აშენდა და ველოდები აი როდის ბოლომდე გაიშვებს რომ აი შარშან მაგალითად სად უნდა ჩამოსულიყო ტურისტი რომ $50 დაეხარჯა ნომერში. ანუ რო ჩამოიყვანო რა გინდა, სად უნდა წაიყვანო, ფული ხომ უნდა დაახარჯინო იმას და რო დაიხარჯო და რეკლამა აკეთო მსოფლიო მასშტაბით. ფული რაში უნდა ამოიღო ის სოციმედიის დანახარჯი, ხო? ერთ დღეში ჩამოატარო და მორჩა კაცხისვეტი ანახო, კაცხის მონასტერი და მღვიმევის მონასტერი და საბაგიროს დასვა. ამას ერთი დღე ჭირდება და რა ამერე. აქ უნდა დატოვო ერთი კვირა. არა და შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცა ვანახოთ. ძალიან ბევრი. კი ბატონო. მე ახლა რა ვიცი. არა, ამაზე რომ ვისაუბროთ, პრეტენზია მაქვს, რომ საქართველოს ნანახი მაქვს. აი, ძალიან შორს წავალთ ეხლა და არც ისე დიდი ლაევი არ გვინდა გამოგვივიდეს, რომ მაყურებლისთვის არ იყოს მოსასმენი და ფიზიკურად ვერ შეძლონ და ეს გოგა მეხავს რაც ისაუბრა, თუმცა კიდე მეტი ვცლად, სადაც საჭირო იქნება ამაზე საუბარი და დეტალებში იქნება ჩასვლა, ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს ნაფიქრი, რა თქმა უნდა ჩავალთ. შენიშნებოდით. მე ერთი მინდოდა კიდე რომ აი ამის მერე მე შევეხე გუშინწინდელ ამბებს და გამომდინარე მაქიდან არ მომეცა საშუალება რომ ამ საკითხს გამკრავად მაინც შევხებოდი იმდენ ადამიანებთან ერთად სადაც ისხდნენ ამ ქალაქის მართველებიც წესრიგის გამკარგველებიც ვინც მაგალითად უშუალოდ ჩართულია ყოველდღიურ ცხოვრებაში და მომავლის დაგეგმვაში ამ ქალაქისთვის და მინდოდა რომ საჯაროდ ეს ყოფილიყო მაგრამ საჯაროდ იქ მხოლოდ რაღაცა კინკლაობა გამოვიდა ჩვენგან და არ მინდოდა ცუდად დაენახა ჩემ თანაქალაქელებსაც და მინდა შევეხო გუშინდელ დღეს მე რაც გუშინდელი დღე ამ ქალაქში ვნახე აი არ მინდოდა რომ ესეთი რაღაცა ჩემ ქალაქში მენახა რა არ მინდოდა რომ ჭიათურლები ასე დაემცირებიათ მით უმეტეს თელმა საქართველოს და ემიგრანტებიც კი გამოხმაურებებს აკეთებდნენ და უბრალოდ არ მინდოდა რომ თავმოყარეობა შელახოდა ჩემ ქალაქს ეს რაც გუშინ გაუკეთეს რა ძალიან ხო ვითომ ამით ჩვენ შეგვეძლო ნიშნის მოგებით გვესაუბრა და კიდევ აქეთ იმათმა თავი ბოდიში აი არ მინდა უძდელი სიტყვები ვახსენო აი ბოლო დონემდე დაეცნენ და შეიძლება ეს კიდე შენ გამოიყენოს რაღაცნაირად რა ვიცი გაგეხარდეს მაგრამ არა ისეთი დამცირება იყო ამ გამწარებული ადამიანების სახეების ნახვა იმდენად მძიმე იყო რომ ადამიანურად არ მინდოდა და არ წარმომედგინა თუ ამ დონეზე მივიდოდა ეს ყველაფერი და მე პოსტიც გავაკეთე მე გუშინვე რომ ძმრად ამოუვასო ყველას ეს ყველაფერი დრო დადგება და თუ კი ბატონო ეს გამარჯვება და მე ძალიან მჯერა რომ ასე იქნება იმიტომ რომ ეს გულწრფელი ხალხის მოთხოვნებია და არა მართული და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხის მოთხოვნები და არ მგონია ნებისმიერ გულითაც კეთილ ქართველს პატრიოტ ქართველს ამ ქვეყნისთვის ამ ქალაქისთვის კეთილმოსურნეს რაც ჩვენ ვითხოვთ ის ვინმესთვის ცუდი იყოს თუნდაც ეს კონკრეტული უნიშნელოვანესი ფონდი მე ზუსტად ვიცი რომ ის ცრემლები რაც გუშინ ჭიათურლებს ატინეს ერთი ასად სიხარულად გადაიქცევა მალე როცა თუ ეს ყველაფერი და როცა ეს ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება და ზუსტად ის მომავლის პერსპექტივა იქნება რომ ყველა ის მოწამლული და დაჩაგრული და გაუბედურებული ადამიანი ჭიათურაში დაუბრუნდება იმ დღის წესრიგს რომ რასაც ჩვენ ბევრჯერ ხმამაღლა სახალხოდ და თბილისში ვამბობდით რომ უნდა ნატრულობდე ჭიათურაში დაბადებას უნდა ნატრულობდე რომ ჭიათურალი ხარ და ჭიათურაში სახლი გაქვს კომუნალური სახლი და აქციონერი ხარ ჭიათურის ფონდის ბატონო არ მინდა რომ ძალიან გამიცი აი მეც მოგესალმებით ჩვენ მსმენელებს და მაყურებელს გოგამ ვცლად ისაუბრა და წეღანავს თქვით დანარჩენ დეტალებში სადაც იქნება უკვე უშუალოდ ამ თემაზე ლაპარაკი აუცილებლად ვისაუბრებთ და რაც ახლა ვისაუბრებთ ამაზე ბევრად მეტი შეგვიძლია ვისაუბროთ და ჭიათურას მრავალმხრივ განვითარების საშუალება აქვს თავარია ამის სურვილი იყოს კეთილინება უმაღლესებისგან ან კეთილი უნდა ინებონ კეთილი ან ნება უნდა იყოს ან რა ვიცი სხვა გზა არ უნდა დარჩეთ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ნიშნავს რომ დღეს თუ არა
უახლოეს მომავალში მაინც ჭიათურას არსებობა არ უწერია და დაემსგავსება ასე რომ ვთქვათ. მერე ყვირილიც და მერე შიმშილიც აღარ ხო, უშველის. მერე ეს ყვირილა გათეთრდება თუ შავი წამოვა, ამასაც მნიშვნელობა აღარ ექნება და ან ამდენად დაბინძურებული იქნება ჰაერი თუ აქ ხალხი არის. საბანაო თუ გამოგადგება ზაფხულში იქნება 2 წლის წინ. ჩვენ ეს ფონდის მოთხოვნა არ არის მხოლოდ და მხოლოდ მაღაროელების მოთხოვნა, ჩვენ აქ როდესაც პროტესტი დავიწყეთ 3 დღის განმავლობაში მოთხოვნები არ გაგვიჟღერებია და ფიქრობდით და ძალიან ბევრ ვჯელობდით იმაზე ერთმანეთში თუ რა მოთხოვნა უნდა გაგვეჟღერებია, რა მოთხოვნები უნდა დაგვეყენებია, რომ ჩვენი ქალაქი გადაგვეჩინა და შეგვიძლებოდა რომ განვითარება მოგვეტანა ჩვენი ქალაქისთვის და თანაქალაქელებისთვის კეთილდღეობა და წინსვლა. რა თქმა უნდა, თავშივე ვთქვი გაფიცვის დაწყებიდან რომ მე აქ არ დავდგები მხოლოდ იმისთვის რომ მოვითხოვო მაღაროში წასვლა და მოვითხოვო ხელფასი. იმიტომ რომ მსგავსი მოთხოვნები იყო ყოველთვის და მსგავს მოთხოვნებს არ მოუტანია არც ქალაქისთვის და არც ჩემთვის სიკეთე და მუდმივად უარესდებოდა სიტუაცია ასე რომ ვთქვათ. და ბოდიში დამტკიცდა იმ ხელმოწერების დროსაც რომ ჭიათურა არ არის მარტო მაღაროელები. ხო, ანუ მადმივდივარ ადამიანი ცხოვრობდა კი ბატონო, ორი ხელმოწერა მოგროვდა და კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვერ ჩამოვიდით მთელ ქალაქს და სოფლებს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, თუ საჭირო იქნება, რამდენი მაცხოვრებელიც არის 90%-ს მაინც მოვაწერიებთ ხელს. ანუ ეს არ არის მარტო მაღაროელების სურვილი, ეს არის ყველა ჭიათურელის სურვილი და თუ კი ვინმე სამის სურვილი არ აქვს, რა თქმა უნდა იყოს სურვილი, რომ გადარჩეს ჩვენი ქალაქი, განვითარდეს, ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას და სახვეწარი კი არ უნდა იყოს აქ ჭიათურაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ათასობით განცხადება რომ დევს კომპანია GM-ში რომ მაღაროში გამიშვი და მომუშავე, არამედ უნდა ქონდეს სხვაგან მუშაობის საშუალება და შესაბამისად არ გვექნება აქედან იქით სახვეწარი რომ მომუშავე მაღაროში. ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან კარგი. ახლა რაც შეეხება წეღან შენ ახსენე თუ ამ იდეას ვინმე თავისთვის მოიგებს, რა ვიცი, იდეები ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი გვისაუბრია და თუ ამ იდეას ვინმე გამოიყენებს და აითვისებს და ეს ჩვენ ქალაქს არ ადგება, ბევრი იდეა შეგვიძლია მივაწოდოთ. არ არის პრობლემა. მე პირადად ძალიან ბევრი იდეა მქონია და ბევრს ვისაუბრებ. აგერ ფაბრიკა არის. სადაც მე ვამბობდი რომ 150 ქარს ხო და საქმე. როცა ფუნქციონირებდა, ვამბობდი რომ 800-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და იმ ფაბრიკაში და მე გავარკვიე რომ ცვლები იყო და ცვლაში მუშაობდა 800-1600-მდე მუშაობდა ჯამში თურმე. ხო, კი ბატონო და ჩვენ დღეს ხელთათვანს რაღაცა ჩინეთიდან ჩამოგვიტანებენ 51-იან ხელთათვანს 5 ლარად დაგვაწერებენ, ეს პირობითად ახლა ზუსტად ციფრები არ მახსოვს, თუმცა არ არის აულფასად გვაწერია, არა მარტო ხელთათვენი, მაღაროელს ყველაფერი და ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა ერთხელ რომ უკრაინაში ვიყავიო, აქედან ჭიათურიდან ჩასული და მეთქი რაღაცას ვიყიდი ახლა შევიძენ უკრაინაში ვარ რომ სამახსოვრო მქონოსო და შევედით ასასმის მაღაზიაში და აწერია მადეინ ჭიათურა. ანუ ჭიათურაში შეკედით, ანი 60 იყიდებოდა იქ. და დღეს რაღაცნაირად მოგვაქვს ჩვენ და დღეს გვეუბნებიან რომ რატო მოვჩუჩნოთ მარგანეცი, როცა შეგვიძლია ჩამოვიტანოთ აფრიკიდან, რატო მოვიყვანოთ ვაშლი, როცა შეგვიძლია ჩამოვიტანოთ დაუშვათ ჩინეთიდან, რატო მოვიყვანოთ კარტოფილი, როცა ჩამოვიტანოთ თურქეთიდან და ესე იგი ჩვენ არაფერი არ ვაკეთოთ, დავდგეთ ყველაფერი ვიყიდოთ, არაფერი არ ვაწარმოოთ. ფული როცა იქნება ფაბრიკის გახსნას არაფერი არ უნდა, იმიტომ რომ თუმეტეს დღეს ტექსტილი იყიდება. მოთხოვნადია, რა თქმა უნდა. სწორად თუ ააწყობ, ყველაფერი იყიდება დღეს. ასევე ჩვენ შეგვიძლია და სწორი რეკლამა. ღვთისმშობლი ქვეყანაში მიწაზე ვცხოვრობთ და ყველაფერი შეგვიძლია მოვიყვანოთ დაწყებული პურიდან დამთავრებული ბოსტნეულით, ხორცს პროდუქტებით შეგვიძლია შევქმნათ ჯანსაღი ყველაფერი და გამოვკვებოთ ჯანსაღი პროდუქტი ჩვენი შვილები და ვიყოთ ჯანმრთელები, ასე რომ ვთქვათ და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ჯანსაღი ცხოვრება იყოს, ჯანსაღი გარემო იყოს და არ იყოს ისე, რომ ვიღაცა იყოს მდიდარი, ვიღაცა იყოს გატაკი და ებრძოდეს შიმშილს, ასე რომ ვთქვათ. გვაქვს ამის რესურსი და უნდა გამოვიყენოთ სწორად, მეტი არაფერი არ გვჭირდება ამისთვის. რაც შეეხება ახლა კიდე იდეები, რა ვიცი, ჩვენ თუნდაც ამ პროტესტის განმავლობაში ბევრი ჩვენი გაჟღერებული იდეა დამინახია ხოლმე მიუთვისებიათ
და თვითონ მიხვდებიან და საზოგადოებაც მიხვდება, ვინც აქტიური მაყურებელია მისგან ვიხილავ და ერთ-ერთი იყო, რა ვიცი, ჩვენ პროტესტის დაწყებამდეც მე დიდი ურთიერთობა მქონია მერიასთან, მერთანაც ამა თუ იმ საკითხზე, ამ ზოგად საკითხებზედაც მისაუბრია, ამ შეხედულებებზედაც ბევრ რაღაცაზე მისაუბრია და ყოველთვის ვამბობთ, რომ სანამ ეს პროტესტი დადგებოდა, მანამდე ამაზედაც ხონა საუბარი და ამაზედაც ხონა თხოვნა და მოთხოვნა, რომ ჩავთვლიყავით ამ პროცესებში და არ მოვსულიყავით აქამდე სადაც ახლა ვიმყოფებით. და იქ საგრებულოს თომის შემდეგ ასეთი განცხადება გაკეთდა, მიახლოებით ზუსტ იმას სიტუაციით ვერ გავიმეორებ, რომ ნუ გამოვძებნით ალტერნატიულ ძალას, შეიქმნება რაღაც მოვიწევთ, შევქმნით დამატებით ბიუჯეტს, ნუ დაახლოებით ფონდის პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ ეს ფონდი აქ უნდა იყოს. ხო, ეს ფონდი თითქოს მერიამა. ეხლა მე ვიტყვი ამას, რომ ამ პასუხისმგებლობას თქვენ ნუ აიღებთ, ნუ იფიქრებთ ამაზე, ამას ჭიათურელი ხალხი მიხედავს. გვენდეთ ბატონო. გვენდეთ ბატონო, თუ რამე კარგი გაკეთდება, თქვენთვისაც კარგი იქნება, ხელისუფლებასაც კარგი იქნება. ჩავერევით, ჩემზე უფრო კიდე ჭრიანებს და კომპეტენტურებს ჩამოიყვანებენ ჭიათურაში და ნახავთ, რომ როდესაც თან კმაყოფილი იქნება ხალხი და ბედნიერი იქნება, საპრეტენზიოც არაფერი არ ექნებათ და ამაზე არ იჯავროთ ერთი სიტყვით, დღეს რა მდგომარეობაც არის ახლა. კარგია, რომ ჩვენ არ გქონდეს საფიქრალი ფონდის შექმნა, არ გქონდეს საფიქრალი მერე სად და როგორ გადავანაწილოთ ეს თანხები, როგორ ჩვენ საქმე რო ვაკეთოთ, ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ არ არის დღეს ამის უფლება, არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით რეალურად რა სიტუაციაც არის დღეს საქართველოში. ჩემთვის ყველაზე ეგულსადკენი რაც მინახია ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ შენ მართლის მთქმელი ადამიანი ხარ, შენ ამ სიმართლეს, ამ პრინციპს არაფრის ფასად არ უღალატებ, შენში ყოველთვის ხედავენ საფრთხეს. რაც არ უნდა კარგი იდეა მოგივიდეს, რომელიც არა მარტო შენთვის იქნება კარგი, ზოგადი საქმისთვის იქნება კარგი, იქ ადამიანებს დაასაქმებ, ვიღაცას კეთილდღეობას მოუტანს შენ ქალაქს, შენ ქვეყანას, შენ გარშემო მყოფ ადამიანებს. რომც გქონდეს ამის საშუალება, რომ გაგიმართოს ხელი და დაგეხმაროს, რა თქმა უნდა, უარს არ გეტყვის, მაგრამ არაფრით არ დაგეხმარება. იმიტომ რომ შენ როცა არაფერი არ შეგიძლია, ასე რომ ვთქვათ, მართლა ლუკმაპურის ფულისთვის იბრძვი და მაშინაც კი ხმამაღლა ამბობ შენ სათქმელს, შენ მართალ სათქმელს და მაშინაც კი ცდილობ, რომ შენზე უფრო მეტ გაჭირებულზე იზრუნო, ეს მისთვის იმხელა საფრთხეა, რომ არ უნდა რომ შენ გაძლიერდე და არ უნდა რომ შენ განვითარდე. ეს ჩემი აზრი, ესეთი რაღაცები დამინახია. მაგრამ რა ხდება? ხო რა, თავის იმიტომ რომ შენ ინდისთან მე ბრძოლები უწევ. შენ რო უკვე მოსკარგია და მე ხო, ნახე ის რა კარგია, მე რაღაცა ხო და მე ანუ და რა ხდება? ანუ ჯერ თავისიანებს რაღაცებს, თავისებურად მოაზროვნე ადამიანებს უფრო უწყობენ ხელს და ელემენტარული რაღაცა რო გინოდეს, თუ მართლა საფრთხესაც უარ ხედავდეს, ძალიან პატიოსანი წესიერი ადამიანი რო არის, ელემენტარული რაღაცა რო უნოდეს, ელემენტარულად არ უმართავენ ხელს, მაგრამ თუ ყველაფრის მკადრებელია ადამიანი, თუ ყველაფერს იკადრებს, თუ ვინმეს მაპატიეთ ამ გამოთქმის და გრეხი იცის და ამით ისარგებლებს, რაღაცას გაუმჟღავნებს და პრობლემებს შეუქმნის. აი ასეთ ადამიანებს ყველაფერს უკეთებენ, რაც შეუძლიათ და ანუ სიკეთი არ ფასდება. მოკლედ ამის თქმა მინდა რა. და მე არ ვიცი ახლა ეს ფონდი რო მერინის პრობლემაში იყოს, ამას ვინ როგორ და რანაირად გამოიყენებს და არ მაგალითები ვიცით კიდე რომ არ იყენებს ან მაგიტო ვილაპარაკე მერიას და ბევრჯერ არ მინდა რომ კიდე დეტალებში შევეხო და დეტალებში ჩავიდე და ხელისუფლებების ცვლილებებიც ხდება ეხლა რა ვიცი 100 წელი ვერ იქნება ყველა ერთი და იგივე და ვინ და რანაირად სულ იქნება და ჭიათურლები 100 წელი ჭიათურლები ამ ხალხში კიდე ყოველთვის იქნება წესიერი და კარგი კეთილსინდისიერი ადამიანები ყოველთვის მოიძებნება და აქედან გამომდინარე ჩემო მეგობრებო ამას მიხედავს ჭიათურელი ხალხი მეც აღარ გავაგზავნებ მოაკვირდება ჩემი აზრით პასუხისგებლობაც და თუ რამე კარგი გაკეთდება ყველასთვის კარგი იქნება არა მარტო ჩვენთვის ასე რომ
ტურიზმი აყვავდება ჭიათურაში, სახელმწიფო ციხეირებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობას კიდევ ჭიათურაში ვერ შემოფინდება სადღაც გამოივლის ის, ხო ბატონო, რა თქმა უნდა. ისედაც ციხეირებს ეხა აქ რო ბიზნესი იწერება, ამას ბუღალტერია აქვს თავისი და გადასახადებს იხდის, კაცო და ყველაფერი გამჭვირვალეთ არის. ხო, ერთი რაც მინდა რომ ვთქვა, რომ ეს ჩვენ რა მოთხოვნებსაც ვაჟღერებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის გადასარჩენად არის ეს ფონდი და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ასე, როგორც გვაქვს ჩვენ ზედაპირულად მონახაზი და დანარჩენ დეტალებში ჩავიდეთ. ეს აუცილებელია და ის რომ ეხა ჩვენ თუ ვინმეს უпростоრად აქვს იმის ილუზია რომ რაღაცას შემოგთავაზებენ და რაღაცა თითქოს მოდი არ იყოს ფონდი და მოდი ან თქვენ არ გაწვალდეთ და აგერ მუნიციპალიტეტს თავის საქმე ექნება მუნიციპალიტეტის გასაკეთებელს ეს ფონდი არ გააკეთებს ეს ფონდი იქნება დამატებითი რაც იქნება საკეთებელი რასაც გადაწყვიტავს საზოგადოება და რაც იქნება სარგებლის მომტანი ისევ ქალაქის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის მადლობა ყურადღებისთვის კი ბატონო ერთს გეტყვით კიდე თუ კი ვინმეს რამე კითხვები გაგიჩნდება შეგიძლიათ მოგწეროთ კითხვები თითქმის ყოველდღიურად საუბრობთ ასე ლაივში და რაც იქნება თქვენთვის აქტიური თემა რა კითხვაც გექნებათ შევეხებით იმ თემებს. კი ბატონო, მადლობა მეც რომ ჩემი აზრის საშუალება მთელი მაყურებლისთვის, მაღარუელის გვერდის მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ, ბევრი ჭიათურელი ნახავს ამას, მომეცა ამის საშუალება და რაც მინდოდა და ვერ ვთქვი, დღეს გამოვხატე და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ აქ არაფერი დიდი კითხვის ნიშნები არ არის და მაქვს იმედი, რომ ამას ბევრი კეთილის მსურველი მომხრე ეყოლება და არა მოწინააღმდეგე, რადგან ვინც ამ იდეის მოწინააღმდეგე იქნება, ჩემი აზრით იმას ქალაქისთვის კარგი არ უნდა. და აქვს თავისი ვიწრო ინტერესები. მადლობა, კარგად იყავით და მშვიდობას უსურვებთ ჩემ ქალაქს და მშვიდობას გისურვებთ ყველას.